რუსეთი ახლა არ არის კარგ მდგომარეობაში, რის გამოც იზრდება მოლოდინი, რომ პუტინის საქმე დამთავრებულია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა, ვფიქრობ, ღირს განვიხილოთ, რა მოხდებოდა თუ პუტინი ოდესმე დაკარგავდა ძალაუფლებას. მართლა, შედეგები მაშინვე არჩენს კითხვებს, როდის იქნებოდა ამის საუკეთესო დრო უკრაინისა და უფრო ფართო დასავლეთის თვალსაზრისით. უკრაინული მხარისთვის ცდუნებაა ითქვას, რომ რაც შეიძლება მალე აშკარად უკეთესია. და არ მინდა რომ სხვაგვარად დაგარწმუნოთ, რადგან ომში გატარებული ყოველი დღე ნიშნავს ახალ დანაკარგებს, როგორც ბრძოლის ველზე, ისე სამოქალაქო ობიექტებზე. მაგრამ არსებობს გარკვეული ფარული შეშფოთებები პოტენციური პუტინის დასვის დროის ჩოვის შესახებ, რომელსაც ექნება საკმაოდ აშკარა გრძელვადიანი შედეგები, არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უკრაინისა და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ამიტომ დღეს ამ სიტუაციას სამ ეტაპად განვიხილავთ. პირველ რიგში მოგცემთ მიმოხილვას იმ მრავალგზაზე, რომლითაც პუტინი შეიძლება წავიდეს თანამდებობიდან. შემდეგ გადავხედავთ ისტორიულ პარალელს, საბჭოთა კავშირის დაშლას, რაც მოგცემს მნიშვნელოვან ხედვებს დღევანდელი პრობლემის შევლენის შესახებ. და ბოლოს განვიხილავთ მთავარ განსხვავებებს იმაში, თუ როგორ შეიძლება ტრამპმა ან მომავალმა პრეზიდენტმა მართოს ეს სიტუაცია. აღმოჩნდა, რომ პოსტ-პუტინის მსოფლიო დასავლეთს შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ ეს შესაძლებლობა ძვირად დაუჯდება. რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, გამოიყენებს თუ არა ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ შესაძლებლობას ისე, როგორც შეიძლება მისი შემცვლელი გამოიყენოს. მაგრამ მოდით პუტინის შესაძლო პრობლემების მიმოხილვით დავიწყოთ. არ მინდა მთლიან სიტუაციაში ღრმად შევიდე, რადგან ეს თემა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორივე ჩემს არხზე ხშირად განიხილებოდა. ძირითადი შეჯამება ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა ომის გაგრძელებისთვის კარგი არ არის. თუმცა რიგითი რუსი მოქალაქეები ჯერ კიდევ კარგად არიან. ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება, არის ოლიგარქების კლასი, რადგან ისინი დასავლეთთან ბიზნეს გარიგებებს კარგავენ და ფაქტობრივად სწორედ ისინი იხდიან იმ ხელფასების ზრდას, რომელიც რიგით რუსებს ეძლევათ შრომაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. შესაბამისად, ამ პრობლემას პუტინისთვის უფრო სერიოზულ რისკად მიიჩნევ და ნამდვილად უფრო სერიოზულად, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ირანში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესია. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ ირანში ქუჩებში ნამდვილი ანტისამთავრობო პროტესტები იყო, მაგრამ საზოგადოებრივი აღქმა ასეთია, რომ ირანის მთავრობა არ სადაპირებს წასვლას. ამიტომ პუტინის მდგომარეობა იმაზე ნაკლებად სარისკოდ შეაფასეთ. მაგალითად, პროგნოზირების ბაზრები ირანის რეჟიმის 30 ივნისამდე დაცემის შანსს 5%-ად აფასებენ. პუტინისთვის ეს მაჩვენებელი 2%-ია. დაითვალისწინეთ ისიც, რომ პუტინი 73 წლისაა, ასე რომ ამ პროცენტში ბუნებრივი მიზეზებიც არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, ვთქვათ, რომ ეს დაცემა მაინც ხდება. მერე რა ხდება? საზოგადოებაში არსებობს შეხედულება, რომ ომი რუსეთში არაპოპულარულია. ახალი ლიდერი, რომელსაც პუტინის მსგავსი პოლიტიკური ტვირთი არ აწევს, ჯარს გაიყვანს და ჩვენ შეგვიძლია დავხუროთ ეს სულელური თავი გეოპოლიტიკურ ისტორიაში. მოიცა, ჯერ ასე ნუ ვიჩქარებთ. ომის გაგრძელება, როგორც ჩანს, სულ უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება რუს მოსახლეობაში და შეიძლება მთლიანობაში საერთოდ არაპოპულარული იყოს. მაგრამ რუსეთის ფაქტობრივი სტატუს-კვოს საზღვრების შემცირება ამავე ჯგუფში ფუნდამენტურად შერეულ რეაქციას გამოიწვევს. გახსოვდეთ, რომ ყირიმის ანექსია რუსეთში წარმოუდგენლად პოპულარული იყო. გარდაცვლილი ალექსეი ნავალნიცკი, რომელსაც თავისუფლად თავისუფალი რუსეთის დიდი მედად მიიჩნევდნენ, თავისი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში არ უჭერდა მხარს ყირიმის უბრალოდ უკრაინისთვის დაბრუნებას. დასავლეთსა და საშუალო რუს მოქალაქეს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო საზღვრები. რუსეთში ეს საკითხი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძვირი ჯდება გაფართოება. ყირიმის შემთხვევაში ეს პრაქტიკულად უფასო იყო. მეორეს მხრივ, დონბასში გაგრძელება მნიშვნელოვნად უფრო ძვირი ჯდება. და უბრალოდ ტერიტორიის უკრაინისთვის დაბრუნება აბსოლუტურად არა. ეს შესანიშნავი გზა იქნებოდა რუსეთის შემდეგი ლიდერისთვის, რომ მაშინვე ჩამოეშორებინათ ხელისუფლებიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთმა უნდა ელოდოს, რომ პუტინის შემცვლელად შეიძლება მოვიდეს ის, ვისაც ისინი ხისტი კურსის მომხრეს უწოდებენ. ეხლა არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ეს შეიძლება უფრო პოზიტიურად დასრულდეს უკრაინისთვის. ერთი ვარიანტია, რომ რუსეთი ჩაიძიროს სამოქალაქო ომში, სადაც პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში. მისი არყოფნა ვაკუუმს ქმნის და სხვადასხვა დაჯგუფებები ჩნდება, რომლებიც ყველანი ცდილობენ კრემლზე კონტროლის დამყარებას. ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობს ეს პირველი მსოფლიო ომის მაგალითზე.
რუსი ჯარები სახლში ბრუნდებიან, რათა სამოქალაქო ომში მხარეები აერჩიონ, ხოლო რუსეთის საერთაშორისო მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი სამხედრო უპირატესობა. სხვა გზა არის ის, თუ ზომიერი ადამიანი მოვა ხელისუფლებაში. ეს უფრო სავარაუდოა, თუ პუტინის დაცემა სოციალური მოძრაობის გზით მოხდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე სწორედ ოლიგარქები არიან მისი თუქმაყოფილოები. როდესაც ზომიერს ვამბობ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გულისხმობ ადამიანს, რომელიც აქტიურად სურს 2022 წლის იანვრის საზღვრებზე დაბრუნება. გულისხმობ ადამიანს, რომელსაც რუსეთის ფინანსური მდგომარეობა ადარდებს და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ნოვა ნოვოროსიის პრესტიჟულ პროექტს. ეს ადამიანი უბრალოდ არ დაუბრუნებს აღმოსავლეთ უკრაინას კიევს, მაგრამ შესაძლოა მზად იყოს მასთან განშორებისთვის სწორი ფასის შემთხვევაში. და ეს გვიყვანს დღევანდელ ისტორიულ პარალელთან, ბერლინის კედლის დაცემა, გერმანიის გაერთიანება და საბჭოთა იმპერიის დასასრული. იმდენი 10 წლეულის გასვლის შემდეგ, რაც ეს საგა მოხდა, ადვილია იფიქრო, რომ რეიგანმა თქვა, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი. შემდეგ კედელი დაინგრა, საბჭოთა კავშირი გაქრა და აღმოსავლეთ ევროპაც ბედნიერად წავიდა თავისი გზით. ნეტა ვასაკოპილიყო. კრემლმა გადაწყვიტა, რომ ვეღარ შეძლებდა იმ იმპერიის შენახვას, რომელმაც ცივი ომის ეპოქა განსაზღვრა. მაგრამ დიდი განსხვავება იყო იმაში, რომ მოსკოვმა შეასუსტა თავისი იერარქიული სტრუქტურა აღმოსავლეთ ევროპაზე და იმაში, რომ დასავლეთის ძალები წინ მიიწევდნენ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. როგორც ცივი ომის სხვა საკითხებში, გერმანია ამ კონფლიქტის ცენტრში იყო. გახდა ნათელი, რომ დასავლეთ გერმანია და აღმოსავლეთ გერმანია გაერთიანდებოდნენ. უფრო ზუსტად კი, აღმოსავლეთი შეერწყმებოდა დასავლეთს. ერთი პატარა პრობლემა იყო. დასავლეთ გერმანია ნატოში 1955 წელს შევიდა. თუ ტერიტორია, რომელიც ადრე აღმოსავლეთ გერმანიად იყო ცნობილი, ეხლა ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი გახდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ყოფილი აღმოსავლეთ გერმანია ნატოს ნაწილი გახდებოდა. წარმატებებს გისურვებთ იმის გარკვევაში, როგორ იმუშავებდა ეს, მაშინ როცა იქ ჯერ კიდევ დაახლოებით 400,000 საბჭოთა ჯარისკაცი იყო განლაგებული, პლუს დაახლოებით 200,000 მათი დამხმარე პერსონალი და ოჯახის წევრები. ეს შორს იყო იმ ჰარმონიული პერიოდისგან, როგორსაც ისტორიის სახელმძღვანელოები წარმოაჩენენ. შეერთებულმა შტატებმა კი დაიწყო ომის გეგმების შედგენა იმის შესახებ, თუ როგორ გაეთავისუფლებინათ ტერიტორია საბჭოთა კავშირისგან. მაგრამ ომი არაეფექტურია და არსებობს მშვიდობიანი შეთანხმებების მთელი სპექტრი, რომლებიც ორივე მხარეს უკეთეს მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს. თავარი გარღვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჯორჯ ჰეივ ბუშმა შემოგთავაზა, რომ გერმანიის ფინანსური შესაძლებლობები ამ პრობლემის გადაჭრას შეძლებდა. ხედავთ, იმ დროს საბჭოთა კავშირი ეკონომიკურ კრიზისში იყო. აღმოჩნდა, რომ გეგმური ეკონომიკები სიმდიდრის შექმნაში დიდად წარმატებული არ არიან. საბჭოთა კავშირს დიდი ხნის განმავლობაში ნავთობისა და გაზის დიდი მარაგები ეხმარებოდა ამ სხვაობის ანაზღაურებაში. მაგრამ იმ დროისთვის ენერგორესურსების ფასები იკლებდა. საბჭოთა კავშირი ბოლო ამოსუნთქვაზე იყო. ამგვარად, გერმანიამ საბჭოთა კავშირს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დათმობები შესთავაზა. ეს მოიცავდა უპროცენტო სესხებს საბჭოთა ეკონომიკის აღსადგენად და პირდაპირ გადახდებს ახალი ობიექტების ასაშენებლად დაბრუნებული საბჭოთა ჯარისკაცებისთვის. საერთო პაკეტის ღირებულება იმ დროს დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი იყო. სამაგიეროდ, საბჭოთა კავშირმა თავისი ჯარები გაიყვანა აღმოსავლეთ გერმანიიდან და არ უცდია ხელი შეეშალა ნატოს მთელ გერმანიაზე გაფართოებისთვის. მაშინდელმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილემ, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ნეს სტრატეგია აღწერა როგორც საშუალება, რომლითაც საბჭოთა კავშირი გერმანიიდან ქრთამით გაიყვანეს. ქრთამა გაამართლა. და შემდეგ, როგორც Smart TV ისტორიული ნარატივი ამბობს, როცა აღმოსავლეთ ევროპის კიდევ უფრო მეტმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი გზით ევლო და ასევე დასავლური ქვეყნებისგან დაცვა სურდა მოსკოვისგან, კრემლს პროტესტი არ გამოუთქვამს. დასასრული. იცადე, დაივიწყე. შემდეგ უკრაინაში შეჭრა მოხდა. 4 წელი გავიდა და ადგილზე სიტუაცია დაახლოებით ასე გამოიყურება. კარგი, დაუშვათ პუტინი დაემხობა და მას ზომიერი შეცვლის. მერე რა ხდება? თუ პოსტსაბჭოთა პოლიტიკა რამეს გარნახობს, რეფორმატორი შეიძლება მზად იყოს, რომ გაიყვანოს ჯარები საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინიდან, შესაძლოა ტირიმის გარეშე. თუ ფასი მისაღებია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირი დაითვებდა ამ მიზნისთვის თანხების მოძიებას, რადგან უკრაინას არ აქვს საკმარისი ლიკვიდობა. მაგრამ რთულია დაინახო, როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, თუ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებში ცენტრალურ როლს არ შეასრულებს. თქვათ, ეს 2029 წლამდე არ მოხდება. თუ 2028 წლის არჩევნებში დემოკრატების ნებისმიერი სარწმუნო კანდიდატი გაიმარჯვებს, ის აუცილებლად მოისურვებს სისტემაში მონაწილეობას.
ეს საუკუნის გამსაზღვრელი მომენტი იქნებოდა და ასევე შესაძლებლობა, რომ დასავლეთს გამოესწორებინა ზოგიერთი ხანგრძლივი შეცდომა, რომელიც ცივი ომის გამარჯვების ფონზე დაუშვა. ერთადერთი პრობლემა აქ ის არის, რომ ეს ძვირი დაჯდება. ეს უარესად ჩანს, ვიდრე აღმოსავლეთ გერმანიის სიტუაცია, რადგან ის საბჭოთა იმპერიის ყველაზე გარე ნაწილი იყო. ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით აღმოსავლეთ უკრაინა ამის საპირისპიროდ რუსეთის სრულფასოვანი ნაწილია. თუ მარკო რუბიო იქნება პრეზიდენტი 2029 წელს, ასევე არ მეპარება ეჭვი, რომ შეერთებული შტატები მზად იქნება გადაიხადოს საჯირო თანხა. თუ კი JD Vance იქნება პრეზიდენტი 2029 წელს, ამაში უკვე ასე დარწმუნებული არ ვარ. ჩვენ ვიცით გაჟონილი სიგნალი შტატებიდან, რომ იმ მკაცრი იზოლაციონისტური ამერიკა უპირველეს ოვლისა ბანაკს ეკუთვნის. ძნელია დავინახოთ, როგორ იქნება ის მზად გამოყოს საჯირო თანხები ამ პროგრამისთვის. ის უბრალოდ მიმართავდა ევროპელ ლიდერებს, ეტყოდა, რომ ეს მათი პრობლემაა და შეერთებული შტატები ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ჩაიკეტებოდა. მოკლედ შენიშნო იმის შესახებ, რამდენად დიდი იყო შანსი ამ ეტაპამდე მისვლის. ვენსი კვლავ ლიდერობს რესპუბლიკელების ნომინანტის ბაზრებზე 36% შანსით. თუმცა რუბიომ 25%-ზე გაამყარა თავისი პოზიცია და შეიძლება ითქვას, რომ ის ირანის ომის ყველაზე დიდი სარგებლის მიმღებია ამერიკაში. ეხლა თუ ამ რიცხვებს უყურებდით და საკუთარ თავს ეკითხებოდით, რას ვაკეთებთ? რა ხდება? მაშინ გაგიხარდებათ, რომ Tucker Carlson-ი მესამე ყველაზე სავარაუდო რესპუბლიკელი კანდიდატია, რომელსაც 7% აქვს. როგორც არ უნდა იყოს, ამ ვიდეოს მთელი არსი ისაა, რომ პოტენციური პუტინის დაცემის დრო მნიშვნელოვანია. და ახლა უკვე ნათელი უნდა იყოს, რატომაც. არ მჭირდება გითხრათ, რომ ტრამპი უფრო ვენსია ვიდრე რუბიო. თუ პუტინის დაცემა მომდევნო რამდენიმე წელიწადში მოხდება, ძნელია წარმოიდგინო, რომ შეერთებული შტატები დააფინანსებს მცდელობას ტერიტორია უკრაინის ხელში დააბრუნოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა შეერთებული შტატები აღარც იარაღის მიწოდებას აფინანსებს, რათა სამხედრო გზით შეაჩეროს რუსეთი დამატებითი ტერიტორიების აღებაში. ეხლა ამ დასკვნას რამდენიმე დათქმა აქვს. პირველი, ტრამპს ძალიან უყვარს ისეთი პროექტები შექმნა, რომლებიც მის მემკვიდრეობას განსაზღვრავს. თუმცა როგორც წესი, ეს პროექტები ასეთი რთული არ არის. მარტივ გამარჯვებებს იღებს და ცდილობს შემდეგზე გადავიდეს. იფიქრე თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზზე, რომელიც სამუდამოდ მასთან იქნება ასოცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რეორგანიზაცია შეიძლება ისეთივე რთული არ იყოს, როგორც ირანის საგარეო პოლიტიკის კონტროლი, ესეც ნამდვილად არ იქნება მარტივი. შესაძლოა მარკო რუბიომ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ტრამპის ეგოზე ითამაშოს და დაარწმუნოს, რომ ეს მისი მემკვიდრეობის გამსაზღვრელი პროექტია. ეს ირანის ომის არაპოპულარობას ისტორიის სახელმძღვანელოებში მხოლოდ შენიშვნად აქცევდა. ასე რომ, თუ მას სჭირდება რამე, რომ ის ფიასკო გადაფაროს, უკრაინა სწორედ ეს არის. ვინ იცის, იქნებ კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ეს საქმე. შეიძლება დონბასი გადაარქვან დონბასად. სხვა დათქმა ისაა, რომ ამაზე მოლაპარაკებას დიდი დრო დასჭირდება. ბერლინის კედელი დაინგრა 1989 წლის 9 ნოემბერს. საბოლოოდ საბჭოთა ჯარების უკანასკნელი ნაწილი, რომლებიც იმ დროისთვის უკვე რუსული ჯარები იყვნენ, გერმანიიდან მხოლოდ 1994 წლის 31 აგვისტოს გავიდნენ. ასე რომ, თუ კი ვლადიმერ პუტინი ხვალ დატოვებს თანამდებობას, შეიძლება დაიწყოს ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი ევროპასთან, რომელიც ახალ რუს ლიდერს დაინტერესებს აშტშ-ის შემდეგი ინაუგურაციამდე. აბა, რა ვისწავლეთ დღეს? ვლადიმერ პუტინის უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გადაყენება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ახლა მაინც შეგვიძლია ვისაუბროთ შედეგებზე. ახალი რუსი ლიდერი ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ უკრაინას დატოვებს. შესაძლოა შეთანხმებები, რომლითაც რუსეთს გააძევებენ, მაინც იყოს შესაძლებელი. მაგრამ იქნება თუ არა შეერთებული შტატები მზად გადაიხადოს საჭირო ფასი, დამოკიდებულია იმაზე, როდის დატოვებს პუტინი თანამდებობას. ამასობაში შეგიძლიათ დატოვოთ ეს ვიდეო და გადახვიდეთ ამ ორი შესანიშნავი წიგნიდან ერთ-ერთზე, რომლებიც ომის წარმოშობას ეხება. მეტი ინფორმაციისთვის გადახედეთ ვიდეოს აღწერას. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.